როგორ ხედავ შენ საქართველოს ტურიზმის მომავალს და როგორი გინდა რომ იყოს? ამ პროექტს აქვს წინ ძალიან დიდი პოტენციალი განვითარების. ეს იქნება არაერთი ლამაზი ღონისძიება, სადაც დავაჯილდოვებთ, თქვათ, გამორჩეულ კომპანიებს და ადამიანებს. არამედ ეს იქნება მთელი წლის ღონისძიებათა ციკლი, როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში. მე ძალიან მიყვარს ეს პროცესი, როდესაც ადამიანებს ვაძლევ იმის ინსპირაციას და мотивაციას, ვაჩვენებ მათი განვითარების გზას და კარიერული წინსვლის შესაძლებლობებს. ასეთი მიდგომები მე რეიწვევს იმას, რომ თითოეული თანამშრომელი მუშაობს ისე, თითქოს ეს იყოს მისი საკუთარი ბიზნესი. ზუსტად, ხო. მგონია, რომ აი ეს მდგომარეობა, როცა შეგიძლია რომ ტალანტები განავითარო და ადამიანში ის დაინახო, რასაც თვითონ ვერ ხედავს, ალბათ ამაზე დიდი სიამოვნება და მიღწევაც არაფერი არ არის. ტურიზმში მოსვლამდე საკმაოდ გრძელი გზა გავიარე. იმ დროს იყო რაიმე შატო საქართველოში. ნულიდან უნდა დაგვეწყო ტურიზმის ბიზნესის მშენებლობა. აი ამ ყველაფერმა ისე გამომაწრთო, რომ მაგის მერე არასოდეს აღარ მეშინია ნულიდან რაიმის დაწყების. პირველები ვიყავით, ვინც შექმნა საქართველოში ღვინის ტურიზმის უმაღლესი სტანდარტი. ვიყავით პირველი ქართველი, ვინც გახდა, ესე იგი, საერთაშორისო ბრენდული სასტუმროს გენერალური მენეჯერი. არასოდეს არ ვიყავს ჩარჩოში ყოფდა, ყოველთვის ჩარჩოდან გარეთ უნდა ვიყო. გამარჯობა, მე სოფო აზარიაშვილი ვარ და თქვენ უყურებთ ტურიზმ თოქის პირველ ეპიზოდს. ამ პოდკასტში ჩვენ შევხვდებით სტუმარ-მასპინძლობის სფეროს პროფესიონალებს, ვისაუბრებთ ტურიზმის რეალურ გამოწვევებზე და მოვისმენთ იმ ადამიანების ისტორიებს, ვინც ამ ინდუსტრიას ქმნიან. პოდკასტი ხორციელდება საქართველოს ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების ფარგლებში და აქვე მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს მხარდამჭერ პარტნიორებს და თქვენგანაც ვითხოვო მხარდაჭერა და არხის გამოწერა. ბევრი არ მიფიქრია, ვინ უნდა ყოფილიყო ჩვენი ეპიზოდის სტუმარი. მინდა წარმოგიდგინოთ სტუმარ-მასპინძლობის სფეროს ლიდერი, საქართველოს ტურიზმის ასოციაციის ბორდის წევრი, სასტუმრო Golden Tulip Design თბილისის გენერალური მენეჯერი, Hospitality Investment Forum-ის დირექტორი და ახლა უკვე ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების პრეზიდენტი, ელენე ოთარაშვილი. მოგესალმები სოფო და მივესალმები ამ ახალი პოდკასტის მაყურებელს. ელენე, ჩემთვის ძალიან სიმბოლურია, რომ პოდკასტის პირველი სტუმარი შენ ხარ, როგორც პროფესიულად, ისე პერსონალურადაც და მოდი დავიწყოთ პირდაპირ საქმით და პირველ შეკითხვასაც ოფიციალურ სახეს მივცემ. ელენე, ტურიზმის ეროვნულ დაჯილდოებას, რომელიც 2015 წლიდან ტარდება, ყველანი ძალიან კარგად ვიცნობთ. შენც პირადად არაერთი ჯილდო გაქვს მოპოვებული სხვადასხვა კომპანიებიდან, რომელსაც წლების განმავლობაში მართავდი. ახლა კი უკვე ამ პროექტის სათავეში ხარ. მოგვიყევი, როგორ მიიღე შეთავაზება, გაგიჭირდა თუ არა დათანხმება და რა სიახლეებს უნდა ველოდოთ პროექტისგან, რომელსაც უკვე შენ ხელმძღვანელობ. სოფო, პირველ რიგში მოგილოცავ ამ საოცარი პოდკასტის დაწყებას და მიხარია, რომ საქართველოში გაჩნდება სივრცე, სადაც ტურიზმის პროფესიონალებს შეეძლებათ ძალიან გულწრფელად, ღიად ისაუბრონ ტურიზმის გამოწვევებზე, შესაძლებლობებზე, შეიქმნას ნამდვილი დიალოგი ჩვენს არსებულ ვითარებაზე და პერსპექტივებზე. შეთავაზება მივიღე პროექტის პარტნიორებისგან, უნდა ვახსენოთ აუცილებლად ეს არაჩვეულებრივი ადამიანები, ნიკოლოზ სირაძე და ერეკლე მეფისაშვილი. და საკმაოდ გამიჭირდა ამაზე დათანხმება. ვერ გეტყვი, რომ თავიდან ახტაცებით შევხვდი, ძალიან ბევრი ვიფიქრე. კი, ამ პროცესების მონაწილე ვიყავი. კი, გახსოვს შენ რამდენი საუბრები გქონდა და ფაქტობრივად ამ ყველაფერში ძალიან დიდი როლი შეასრულა იმან, რომ თავად ნიკოლოზ და ერეკლეს ძალიან ჯეროდათ, რომ ამ პროექტს აქვს წინ ძალიან დიდი პოტენციალი განვითარების და მოხდა ჩვენი ხედვების ძალიან კარგად დამთხევა, ასე ვთქვათ, შეთამაშება, რამაც უკვე განაპირობა ის, რომ მე საბოლოოდ დავთანხმდი ამ ძალიან საპასუხისმგებლო საქმეს და ჩვენ ერთად დავისახეთ ეს ამოცანა, რომ ტურიზმის ეროვნული დაჯილდოება რაღაცა ახალი გზით განგვევითარებინა. პირველ რიგში დავიწყეთ სტრატეგიის დამუშავება,
შენც ძალიან დიდი წვლილი შეიტანი ამ ყველაფერში, ეს იყო რამდენიმე თვიანი ძალიან ინტენსიური მუშაობა და შენც გილოცავ უკვე ამ როლს, როგორც მარკეტინგის დირექტორი, ესე იგი წარმოჩინდები ტურიზმის ეროვნულ დაჯილდოებაზე და ჩვენ ამ სტრატეგიაში ჩავდეთ რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტი. პირველი არის ის, რომ ეს იქნება არაერთი ლამაზი ღონისძიება, სადაც დავაჯილდოვებთ, თქვათ, გამორჩეულ კომპანიებს და ადამიანებს, არამედ ეს იქნება მთელი წლის ღონისძიებათა ციკლი, როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში. მე მახსოვს, რომ ეს იყო განსაკუთრებული ფაქტორი შენი გადაწყვეტილების მიღების დროს, იმიტომ რომ უკვე ფაქტურად რაღაცა იკურებოდა, ხო? შეიქმნა მთელი ეკოსისტემა ამ პროექტის, რომელიც ინდუსტრიის მართლა შეიძლება რაღაცა სხვანაირი წვლილი შევიტანოთ, არა მხოლოდ აი ეს დაჯილდოების, არამედ აი მე კიდე გავშალოთ, ხო? მეორე მნიშვნელოვანი ჩვენ განვაახლეთ ნომინაციები და ისეთი მნიშვნელოვანი სიახლე, რაც უნდა გავაჟღეროთ, არის ის, რომ შემოვიტანეთ იდუმალი სტუმრის ნომინაცია, ეგრეთ წოდებული Mystery Guest Award-ი. ამ ნომინაციების შეფასებაში ჩვენ თანამშრომლობთ საერთაშორისო აკრედიტირებულ რამდენიმე უცხოელ ექსპერტთან და მე ვფიქრობ, ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი ამ პროექტის განვითარებაში. ასევე ძალიან ბევრი ვიფიქრეთ, როგორ განვამტკიცოთ და გავზარდოთ სანდოობა ამ პროექტის მიმართ და იმ შეფასებების მიმართ, რაც დაიდება. შარშან უკვე მოხდა ეს პრეცედენტი, Grant Thornton-ი იყო ღონისძიების პარტნიორი და წელსაც ფაქტობრივად მთავარი გარანტი იმის, რომ შეფასება მოხდება საერთაშორისო მეთოდოლოგიით, ყველანაირი სტანდარტების დაცვით, სრულიად გამჭვირვალედ და მიუკერძებლად იქნება ის, რომ Grant Thornton-ი კვლავ ჩვენს გვერდით იქნება და ეს არის საერთაშორისო აუდიტორული კომპანია, რომელიც მსოფლიოს 150 ქვეყანაში ოპერირებს. ეს ერთ-ერთი ყველაზე მთავარი საკითხია, სანდოობა და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი. ჩვენ რამდენი შეხვედრაც ჩავატარეთ, ყველასთვის მნიშვნელოვანია პარტნიორებისთვის, მონაწილეებისთვის, შემდგომ გამარჯვებულებისთვის და საზოგადოებისთვის, ზოგადად სექტორისთვის. და არ იქმნება არანაირი კითხვები შემდეგ უნდობლობაზე, როგორ ხდება რა манипуляციები ხო არ შეიძლება იყოს, იმიტომ რომ ამის გარანტი არის ორგანიზაცია, რომელიც მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი აუდიტორიული და ის თამასა, რაც გვინდა რომ დავდოთ და ის საერთაშორისო სტანდარტი, რაც გვინდა რომ მივანიჭოთ ამ ღონისძიებას და ამ დამსახურებულ ჯილდოს, აი სწორედ ეფუძნება ამ საერთაშორისო მეთოდოლოგიით შეფასების სისტემაზე. შემდეგი კომპონენტი, რომელიც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, არის განათლების კომპონენტი. ანუ ჩვენ დავგეგმეთ, რომ ჩავატარებთ ვორქშოპებს, როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში. ვორქშოპებისთვის, ესე იგი, მოვიწევთ როგორც საერთაშორისო ექსპერტებს, ასევე ადგილობრივად, ესე იგი, მნიშვნელოვან ისეთ ტურიზმის ექსპერტებს და ეს იქნება ახალი ცოდნის გაზიარება, ახალი გამოცდილებების გაზიარება, ასევე იმ ინოვაციების გარშემო დისკუსიების გაჩენა, რაც უკვე საკმაოდ დიდი დოზით შემოიჭრა ჩვენს ინდუსტრიაში, ციფრული ტექნოლოგიები თუ ხელოვნური ინტელექტი და ასე შემდეგ. ასევე იქნება პანელური დისკუსიები და ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი სივრცე იმისთვის, რომ მოხდეს კვლავ განმეორდები ეს ღია დისკუსიები და დიალოგი ტურიზმის სექტორში, ესე იგი კოლეგებს შორის და გაჩნდეს ახალი იდეები, ახალი განვითარების გზები. ხო, კი ბატონო, ხო, ტურიზმის ეროვნული დაჯილდოება აღარ არის მხოლოდ დაჯილდოება, ეს არის ერთიანი პლატფორმა, რომელიც ხელს შეუწყობს ინდუსტრიას განვითარებისთვის. აბსოლუტურად კი. ეს არის ჩვენი მიზანი. კი, ელენე, ვორქშოპები ახსენე და განათლების საკითხი საკმაოდ მწვავედ დგას ჩვენს ქვეყანაში, როგორც ტურიზმში, ასევე სხვა სფეროებში. მინდა ჩაგაკითხო კონკრეტულად, რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს განათლების თემას ტურიზმში დღეს, კადრების კუთხითაც. ბოლო დროს რა ინტერვიუებისთვისაც არ მისმენია სფეროს წარმომადგენლები ყოველთვის წუხან კადრებზე,
თქვათ მათ სათანადო მომზადებაზე, ასევე ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი პრობლემა არის კადრების გადინება. შენ როგორც ლიდერი, როგორ ამოტივირებ თანამშრომლებს და რას მიმართავ, თქვათ, და როგორ ახერხებ, რომ გრძელვადიანად შეინარჩუნო ისინი? მოდი ცოტა შორიდან დავიწყებ ტურიზმის პრობლემებზე საუბრისას, ანუ ხშირად ახსენებენ ხოლმე, რომ იქ მეტი ავიარეისები გვჭირდება, უკეთესი მარკეტინგი გვჭირდება ქვეყნის, ანუ მრავალი ფაქტორია, ხო? მაგრამ საბოლოოდ ყველაფერი მიდის იმ ადამიანამდე, რომელიც პირადად ხვდება სტუმარს. სტუმარ მასპინძლობაც ეს არის და ძალიან მნიშვნელოვანი, ხო? და აი მან გვაქვს საკმაოდ ბევრი სამუშაო. იმიტომ რომ სტუმარს ქვეყნიდან მიაქვს ის ემოცია და ის ნამდვილი შთაბეჭდილება, გულწრფელი შთაბეჭდილება, რასაც იღებს, თქვათ, დესკის თანამშრომლისგან, ტაქსის მძღოლისგან, რესტორანში ვინ ემსახურება, ხო, ანუ ვისთან აქვს შეხების წერტილები, გიდისგან, თქვათ, როგორ ემსახურება. ანუ მივდივართ იქამდე თუ კონკრეტული ადამიანები რა გამოცდილებას უქმნიან აქ ჩამოსულ სტუმარს და შემდეგ ის რა შთაბეჭდილებით მიდის, რას ავრცელებს და რა ფიდბექს ტოვებს უკვე ინტერნეტ სივრცეში, ხო? შესაბამისად ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი სამუშაო, რომ ძალიან ხარისხიანი განათლება გქონდეს ტურიზმში მომუშავე ადამიანებისთვის. აქ მარტო არ არის ლაპარაკი ცოდნის გადაცემაზე. აქ არის საუბარი და მე ვფიქრობ ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმ ადამიანების აღიარება, წახალისება, ბიძგის მიცემა, ვინც მუშაობენ ტურიზმში. ჩემი მიდგომა პირადად ასეთია, შენც ახლა 4 წელზე მეტია ჩემს გუნდში მუშაობ, ძალიან გამიმართლა რომ ჩემს გვერდით ხარ და ანუ ჩემი მიდგომა ის არის რომ ესე იგი ადამიანი პირველ რიგში უნდა ხედავდეს ზრუნვას, უსაფრთხოებას და კონდეს იმის შეგრძნება, რომ კომპანიაში მიესალმებიან მის განვითარებას და ამაზე ზრუნავენ. მე ძალიან მიყვარს ეს პროცესი, როდესაც ადამიანებს ვაძლევ იმის ინსპირაციას და мотивაციას, ვაჩვენებ მათი განვითარების გზას და კარიერული წინსვლის შესაძლებლობებს. და შემდეგ თავისუფლებას, კი ბატონო. და ინიციატივები არ ისჭება. პირიქით, ეს ძალიან მიყვარს. და ვეძებ ისეთ ადამიანებს ყოველთვის, რომლებიც ჩემზე ჭკვიანები იქნებიან და რაღაც ახალს მომიტანენ, რაღაც საინტერესოს იტყვიან და მიყვარს მათი მოსმენა, მათი წახალისება. ამ დროს ადამიანები თავს გრძნობენ აღიარებულად და ხდებიან უფრო ერთგულები კომპანიის მიმართ, თავისი ლიდერის მიმართ და რაღაცა სხვა შედეგებზე გავდივართ. ჩვენ ხშირად ვისაუბრია, რომ ასეთი მიდგომები მე რეიწევს იმას, რომ თითოეული თანამშრომელი მუშაობს ისე, თითქოს ეს იყოს მისი საკუთარი ბიზნესი. ზუსტად, ხო. აი ამას როცა მიაღწევ, ეს უკვე ძალიან მნიშვნელოვანია და უკვე ის team spirit-იც გაქვს და აი ეს რაღაცა სრული ერთიანობაც და ყოველ დღე ერთად სრუნავთ გუნდი იმაზე, რომ რა შექმნათ, რა უნიკალური გამოცდილება აჩუქოთ სტუმრებს და ხო, ეს მართლაც რაღაცა საოცარი შეგრძნება. კიდევ ერთი საკითხი მინდა განვავრცოთ. ხშირად მithქვამს შენთვის, რომ ადამიანებს ისეთ რაღაცას აჯერებ, რაც თვითონაც არ იცის, რომ აი შეუძლია, მეც ბევრჯერ მქონია ეს მომენტი და ამაზე ცოტა უფრო ვცლად რომ გითხრა, აი როგორ ხედავ? თუ მეტ мотивაციას აძლევს სინამდვილეში და შეიძლება ვერც დაინახო. არა, მე არასოდეს არ ვიტყუები. ლიდერის ფუნქცია სწორედ ეს არის, რომ დაინახოს პოტენციალი. და ხო, ეს ალბათ ბევრი წლის მუშაობის ამ გამოცდილებამ გამომიმუშავა. შეიძლება ადამიანი მოვიდეს ისე, რომ ორი სიტყვა ძლივს თქვას გასაუბრებაზე, ისე კანკალებდეს და ღელავდეს ჩემთან შესახვედრად, მაგრამ ანუ
იქ გავხსნა მოვისმინო მისგან ისეთი გულწრფელი ემოცია და ისეთი ნაპერწკალი, საიდანაც მივხვდები, რომ ჩვენ შეგვიძლია ერთ ტალღაზე დავდგეთ და ეს ადამიანი გამომყვება. აქ თავარი არის, რომ ვიპოვოთ გვერდით მდგომი ისეთი ადამიანები, რომლებსაც ჯერათ ამ საქმეს, იმიტომ რომ ეს ძალიან რთული საქმეა. ეს არის მუდმივად ადამიანების ემოციებზე მუშაობა და მას შთაბეჭდილებებზე და ძალიან ბევრი სტრესი ახლავს თან ამ საქმეს და ხო ადამიანში აი პირველ რიგში ეს ნაპერწკალი უნდა დაინახო, რომელიც ხვდები, რომ ძალიან დიდი პოტენციალი აქვს განვითარების. მე მგონია, რომ აი ეს მდგომარეობა, როცა შეგიძლია რომ ტალანტები განავითარო და ადამიანში ის დაინახო, რასაც თვითონ ვერ ხედავს, ალბათ ამაზე დიდი სიამოვნება და მიღწევაც არაფერი არ არის. ხო, ეს არის მართლა რაღაცა ესეთი ჯადოსნური პროცესია და მთელი გულით ვერთვები ამაში და საკმაოდ დიდ ენერგიას ვდებ, მაგრამ ეს არის საბოლოოდ მე აი ეს სიხარული და ის ბენეფიტი რაც მოაქვს მე ამ პროცესს მე ძალიან მაბედნიერებს ჩემი გაზრდილი ადამიანები, რომლებიც შემდეგ აი ვარსკვლავებად იქცევიან ხოლმე და არაერთი ვარსკვლავი გიქცევი. ძალიან მიყვარს ყველა მათგანი. კარგი, ახლა მინდა რომ ცოტა უკან დავუბრუნდეთ. ელენე, შენ შარშან გახდი გამარჯვებული კატეგორიაში Women in Tourism Excellence. მაგრამ მე მინდა კიდევ უფრო უკან დავუბრუნდე და პირველი ნაბიჯები გავიხსენოთ შენი ტურიზმის ინდუსტრიაში, როგორ მოხვდი ამ სფეროში და როგორი იყო ეს გზა, რომელმაც საბოლოოდ მიგიყვანა იმ აღიარებამდე და იმ ჯილდომდე, რასაც ქვია ინდუსტრიაში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანისთვის აღიარება. ტურიზმში მოსვლამდე საკმაოდ გრძელი გზა გავიარე, ესეთი მრავალფეროვანი. ჯერ კონსერვატორია დავამთავრე, მუსიკაცოდნე გახლავართ, შემდეგ სახელმწიფო ორგანიზაციაში დავიწყე მუშაობა რამდენიმე წელი. ამას მოყვა ის, რომ ესე იგი ავიღე მაგისტრის ხარისხი საჯარო მმართველობის მიმართულებით და რაღაც პერიოდის მერე მოხვდი კრეატიულ სააგენტოში, სადაც მოვიწამლე მარკეტინგით. იქ უკვე ძალიან ესეთი ახლო შეხება მქონდა საერთაშორისო ბრენდებთან და მივხვდი, რომ მარკეტინგი არის ის, რაც ძალიან მაინტერესებს და ეს მთელი დინამიკა, რაც მარკეტინგს ახასიათებს. და შემდეგ უკვე ამ მიმართულებით განვითარდა ჩემი პროფესიული გზა და აი მე რაღაც მომენტში მივედი, ესე იგი, ამიყვანეს TBC ბანკში. ეს აქედან იწყება უკვე. თითქოს არაფერი არ მოასწავებდა, რომ ტურიზმისკენ უნდა წასულიყავი. ძალიან დიდ კონკურსში გავედი, რაღაც 3 გამოცდა დავწერე და 4 გასაუბრება გავიარე და ამიყვანეს TBC ბანკში, სადაც ფოცნებობდი მუშაობას და აი მან შემოტრიალდა ჩემი ცხოვრება. მან შემნიშნა TBC-ის ერთ-ერთი სტრატეგიული მიმართულების დირექტორმა, თამნა კირვალიძემ, რომელმაც წარმატკინა ბანკის დამფუძნებელთან, მამუკა ხაზარაძესთან და მოკლედ მამუკამ შემომთავაზა, რომ შატო მუხრანში ვიწყებთ ტურიზმის მიმართულების განვითარებას და აი შენ გხედავთ ამის ხელმძღვანელად და ჩაგაბარებთ ამ ყველაფერს. იმ დროს იყო რაიმე შატო საქართველოში. ეს იყო სრულიად ახალი ამბავი. საერთოდ არც ვიცოდი სად იყო შატო მუხრანი და ეს მერე გავიგე რომ მუხრანში უნდა მევლო. ეს იყო ძალიან დიდი გამოწვევა, აბსოლუტურად რაღაც ახალი სფერო, მაგრამ იმ ხელანდობა გამომიცხადეს, რომ ერთი ის ვითხოვე, რომ მაჩვენეთ სად არის. მაგრამ არ შეუშინდი გამოწვევებს და გამოწვევებს არასდროს არ უშინდი. არ უშინდი. ჩემს ცხოვრებაში ასეთი სიახლე რომ მოვიდა, მე მივხვდი, რომ რაღაც ძალიან დიდი ხდება ჩემს თავს. ხშირად მქონია შენს იმაზე, რომ როგორ გაბედა? ხო, აი ეს გაბედულება მახასიათებს რისკი. ძალიან დიდი რისკი იყო რეალურად. იმიტომ რომ მე რომ მივედი შატო მუხრანში,
ეს იყო აბსოლუტურად ჯერ რესტავრაცია იყო, ბელტები, რაღაც გადახდილი იყო ძველი მარნები, ანუ ის ბრწყინვალება ჯერ არ იყო, რაც ახლა არის. პირველი ქართული შატოს გამოცდილების ნულიდან უნდა დაგვეწყო ტურიზმის ბიზნესის მშენებლობა, ნულიდან. იქ რა თქმა უნდა ღვინის წარმოება უკვე არსებობდა 5 წელი, მაგრამ ეს მიმართულება მაშინ იწყებოდა, მომწეს 2 სტაჟიორი, არაჩვეულებრივი 2 გოგო და მოკლედ აი ესე შევუდექით. იცი აი სწორედ მაგან აი ამ ყველაფერმა ისე გამომაწრთო, რომ მაგის მერე არასოდეს აღარ მეშინია ნულიდან რაიმის დაწყების. შატო მუხრანში გავატარე 8 წელი. იქ შევდექი უკვე ნამდვილ ტურიზმის და სტუმარ-მასპინძლობის პროფესიონალად, ძალიან ბევრი ეტაპი გავიარეთ. 2 წელიწადში ფაქტობრივად ეს მიმართულება მომგებიანი ბიზნესი გახდა და ჩვენ უკვე იქ შევქმნით ძალიან გამოცდილი როგორ ძლიერი გუნდი და ფაქტობრივად პირველები ვიყავით, ვინც შექმნა საქართველოში ღვინის ტურიზმის უმაღლესი στანდარტი. ეს მართლა ესე სიამაყით შემიძლია აღვნიშნო. შემდეგ მოხდა უკვე იქ ორანჟერიის დაპროექტება, იქ ვთქვათ სასახლის პროექტის შემუშავება და ეს ყველაფერი ჩემს ხელში ხდებოდა. და გარდა შატოსი უნდა ჩაგეჭრა არაერთი დასამახსოვრებელი მასშტაბური ღონისძიება. ფაქტობრივად იმ წლებში თუ რაიმე მასშტაბური ხდებოდა, მე მგონი ყველაფერი შატო მუხრანი გახდა ფაქტობრივად მაშინ საუკეთესო ლოკაცია, ყველაზე ძვირფასი, გრანდიოზული ღონისძიებებისთვის და იქ გამოვზარდეთ ის ადამიანები, რომლებიც დღეს უკვე ხელმძღვანელობენ შატო მუხრანს და აი ეს ადამიანები ჩემთან 20 წლისები მოვიდნენ და აი მაშინ დავინახე გამჭრიტე რომ აი ამათგან რა გამოვიდო და კი ძალიან მიყვარს შატო მუხრანი, შეიძლება ითქვას რომ ჩემი გულის ნაწილი იქ დავტოვე და ძალიან ბევრი შემიძლია ვისაუბრო ამაზე. შემდეგ უკვე გადავედი სასტუმრო ინდუსტრიაში და ესე იგი ჩავერთე, პირველი იყო ფრეოფენინგი, ჯერ ვაზისუბნის მამულის, შემდეგ გაჩნდა ესეთი ძალიან დიდი შესაძლებლობა, ვიყავი პირველი ქართველი, ვინც გახდა ესე იგი საერთაშორისო ბრენდული სასტუმროს გენერალური მენეჯერი. ეს იყო კიდევ ესეთი ახალი სასიამოვნო სიახლე და ტრამპლინი და შესაძლებლობების ზღვა. და ძალიან საინტერესო პროცესები გავიარეთ, მიუხედავად იმისა, რომ ეს იყო პანდემიის პერიოდი და შემდეგ პოსტპანდემიის პერიოდი. მოგვიწია კრიზისებთან ბრძოლა, გადაწყობა სრულიად პროცესების, მაგრამ ახლა კარგად მახსენდება, იმიტომ რომ ისე გამოვიბრძმედეთ და ჩვენი ნერვული სისტემა იმდენად მდგრადი და ისეთი გახდა, რომ ახლა ფაქტობრივად ყველანაირ ქარტეხილს უძლებთ და ყველაზე მთავარი, რაც ჩვენმა ინდუსტრიამ გამოიმუშავა, არის ადაპტურობა და მოქნილობა. და მე ზოგადად ისედაც მახასიათებდა ეს, არასოდეს არ მიყვარს ჩარჩოში ყოფნა, ყოველთვის ჩარჩოდან გარეთ უნდა ვიყო და ხო ალბათ ეს რაღაც კრეატიული აზროვნება სულ მეხმარება, რომ ისეთი არასტანდარტული გადაწყვეტილებებით მივუდგე ხოლმე პრობლემების გადაჭრას. კი. და შემდეგ იყო Golden Tulip Design თბილისის, რომელიც ასევე ნულიდან დავიწყეთ. ეს იყო სრულიად ახალი ბრენდი, ესე იგი ახალი ჯგუფი Louvre Hotels Group და აი ერთად უკვე მაშინ გიპოვე შენს საოცარი გუნდი შევქმენით და მე ვფიქრობ Golden Tulip-მა რაღაც ახალი სიტყვა თქვა ჩვენს ქალაქში და ერთგვარი ტრენდსეტერებიც გავხდით იმ ხრივ რომ დავამკვიდრეთ თბილისში იმ ესეთი დინამიური მოთხოვნადი ღონისძიებების გამოცდილება საერთაშორისო სასტუმროში კი და კონკურენციას უწევდით ისეთ სპეციალურად ამ ღონისძიებებისთვის შექმნილ ლოკაციებს. ხო და ეხლა მალე გავხსნით სეზონს აგერ მაისის დასასრულს. ორჯერ გამოვიპოვეთ ძალიან მნიშვნელოვანი ჯილდო მსოფლიოს ტურიზმის. ეს ძალიან ეს არის მთლიანად უკვე გუნდის წარმატება, გუნდის დამსახურება. მე ძალიან მადლი
ბაიერი ვარ იმ ადამიანების, რომლებმაც ჩემი დაიჯერეს, გამომყვნენ და ამასობაში ისინიც გაიზარდნენ და შემიძლია თამამად თქვა, რომ ვარსკვლავებად იქცნენ და აქერ მიხარია მადლობა წარმოდგენილი მათ შორის. ნანა დასასრულისკენ წავიყვანოთ ჩვენი პოდკასტი და მინდა გკითხო, როგორ ხედავ შენ საქართველოს ტურიზმის მომავალს და როგორი გინდა რომ იყოს? როგორი ტურისტული სერვისები, რა პროდუქტები, რა ნიშას დაიკავებს? ეს რომ გაგვიზიარო. სოფო, ჩვენ უკვე მრავალი წელია ვლაპარაკობთ, რომ საქართველოს აქვს უნიკალური პოტენციალი, გვაქვს საოცარი ბუნება, საოცარი სამზარეულო, ფოლკლორი, ყავს სტუმართმოყვარე ხალხი, მაგრამ მე ვფიქრობ, დღეს უკვე იმხელა კონკურენცია მსოფლიოში და უკვე ჩვენი მეზობელი ქვეყნებიც ხედავთ, როგორ აქტიურობენ და რა ტემპებით ვითარდებიან, რომ ეს ყველაფერი უნდა გადავიდეს ესეთ კომპლექსურ განვითარებაში და იმ ხარისხის შექმნაში, რითიც კონკურენციას გავუწევთ სხვა ქვეყნებს. ჩვენ რაშიც გვაქვს მართლა ჩვენი უნიკალურობა, ეს არის ღვინის ტურიზმი, გასტრონომიული ტურიზმი, სამთო, სათავგადასავლო ტურიზმი, მაის ტურიზმის უდიდესი პოტენციალი, იქ wellness ტურიზმი, კულტურული და კიდევ მრავალი. აი ამ ნიშური მიმართულებების განვითარება და სწორ პროდუქტებად ქცევა გვჭირდება. შემდეგ ამისი ხარისხენად შეფუთვა, პოზიციონირება, ამ ინფორმაციის შემდეგ AI-ით ოპტიმიზაცია, ანუ დასახვეწი გვაქვს, მე ვფიქრობ, ესე ტურიზმის პროფესიონალურ ენაზე ამას visitor journeys ეძახიან, ანუ ვიზიტორი სრული საიდან იგებს შენ შესახებ? საიდან იგებს? როგორ მოდის? მე როგორ წყვეტს, რომ ჩამოვიდეს საქართველოში, როგორ ჯავშნის, მე როგორ იქნის რა გამოცდილებებია? expectations ანუ ხო მოლოდინებს როგორ იქნის შემდეგ უკვე სასტუმროში რა გამოცდილებას იღებს რა ემოციით მიდის რა უკავშირს ტოვებს და რას წერს ინტერნეტ სივრცეში ხო აი ეს არის რა თქმა უნდა ძალიან დასახვეწი და ამაზე სხვა ქვეყნები ძალიან ესე სკრუპულოზურად მუშაობენ. გარდა ამისა მე ვფიქრობ ჩვენ აქცენტი უნდა გქონდეს არა იმის დათვლაზე რამდენი ვიზიტორი შემოდის საქართველოში, არამედ იმაზე თუ რა ეკონომიკური ღირებულება შემოაქვთ მათ თითოეული სასტუმროსთვის, თითოეული ობიექტისთვის რეგიონებში რა შეგვაქვთ ხო აი მაკეტკენ მივდივარ მოკლედ ჩვენ ვერასოდეს ვერ გავუძლებთ აი მასობრივ ტურიზმს რამაც ფაქტობრივად გაიაფა ჩვენი პროდუქტები რასაც ყველანი განვიცდით და დამეთანხმება ჩემი ყველა კოლეგა ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ის გზა, რითიც დავიწყეთ, რომ ჩვენი ტურისტული პროდუქტი უნდა იყოს მაღალი ღირებულების და ამის მომხმარებელი უნდა იყოს შესაბამისი კატეგორიის ტურისტი, რომელიც ამას აფასებს და რომელსაც ესმის ამის ღირებულება და მზადაა რომ ამაში შესაბამისი ღირებულება გადაიხადოს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი. ტურიზმის განვითარების ჩვენს ქვეყანაში და ასევე ესე დავსვენდი იმას რომ ხო კი ბატონ სტუმართმოყვარე ერი ვართ და სულ ვამბობთ ხოლმე და ვამაყობთ ამით რომ სტუმართმოყვარეობა ჩვენს DNM-შია, მაგრამ ესეც აღარ არის საკმარისი, იმიტომ რომ ტურიზმის სერვისი ძალიან განვითარდა სხვა ქვეყნებში და აქაც
უკვე ძალიან დიდ კონკურენციას უნდა გავუწყოთ. და ჩვენ დავუწყოთ ფეხი და აქაც გვჭირდება ძალიან ძირეული განვითარება, ადამიანების აღზრდა, გვჭირდება განათლების შემოტანა ტურიზმში. განათლების ისეთი განათლება, ანუ ამაში მე არ გულისხმობ მხოლოდ აი საოპერაციო განათლებას. ეს არის ალბათ უფრო ახალი გამოცდილებების გაზიარება. ეს არის ახალი გამოცდილებების გაზიარება და იმ ცოდნის, აი ტვინწყობის გამომუშავება, ეს კარგი სიტყვა, ხო, რომელიც დამკვიდრდა უკვე ჩვენში, რომელიც ადამიანებს ასწავლის უფრო გახსნილად აზროვნებას, ხო, მათ ინფორმაცია ექნებათ, რა ხდება სოფლიოში, გარშემო და რისკენ უნდა ისრაფოდნენ, ანუ რა არის ნამდვილი, გულწრფელი მასპინძლობა, რომელიც ამასთანავე შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს. ელენე, დიდი მადლობა სტუმრობისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ მიღბლიანი იქნება შენი სტუმრობა ჩვენი პოდკასტისთვის და აი მეც განმეორდები შენს ნარატივს გავაგრძელებ, რომ იმედი მაქვს, რომ ჩვენი პოდკასტიც გახდება სივრცე, სადაც ერთად ვიმსჯელებთ ინდუსტრიის წარმომადგენლებთან ერთად და ჩვენც რაღაცა მიგნებებს გავაკეთებთ და შევიტანთ წვრილს ტურიზმის სწორად განვითარებაში. დარწმუნებული ვარ ამაში. ძალიან დიდ წარმატებებს ვუსურვებ პოდკასტს, რომელსაც შენ არაჩვეულებრივად უძღვები და ძალიან მიხარია, რომ ეს როლი მოირგე, რამდენი ხანია მე ეს ამისკენ გიკიჟინებდი, ხო? და იცი მე ვფიქრობ ეს პოდკასტი შეგვიძლია ვთქვათ, რომ წარმატებულად შედგება თუ აი ამ საუბრების საშუალებით ერთ ადამიანს მაინც გაუღვიძებ იმის სურვილს, რომ ტურიზმში გააგრძელოს კარიერა, ერთ ინვესტორს მაინც დაარწმუნებს, რომ ტურიზმში კვლავ ჩადოს ახალი ინვესტიციები, თქვათ ერთ კომპანიას მაინც დაარწმუნებს იმაში, რომ საჭიროა მუდმივ გაუმჯობესებაზე მუშაობა. ამით მე ვფიქრობ ძალიან დიდი საქმე გაკეთდება და ეს პოდკასტი ძალიან დიდ როლს შეასრულებს ყველაფერში. ნახოთ, ვიმედოვნოთ, რომ ასე იქნება. დარწმუნებული ვარ. მაყურებელსაც მინდა დიდი მადლობა გადავუხადო და გთხოვოთ, თუ მოგეწონათ პოდკასტის ეს ეპიზოდი, გამოიწეროთ ჩვენი არხი.